Განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ასკეტიზმის გვიანდელი და უმნიშვნელოვანესი სახეობის, ასკეტიზმის მწვერვალის განდეგილობის აღმოცენებას, ძირითადი მიზეზები განდეგილური მოღვაწეობის დაფუძნებისა და მისი ჭეშმარიტად სულიერ მოძრაობად ქცევისა უკვე მიმოვიხილეთ. ორი სახეობა განდეგილობისა ვახსენეთ, ერთი ანაქორეტიზმი, ანუ იგივე ერემიტიზმი, ქართულად განშორებულობა, ანუ მეუდაბნოეობა და მეორე კენობიტიზმი, ანუ მონასტიციზმი, ანუ ზიარად, ანუ ზოგადად ერთობლივად ცხოვრებულობა და დღეისათვის უკვე ცნობილ მეუდაბნოეთა შესახებ გვექნება დაწყება საუბრების ციკლისა იმ მეუდაბნოეთა შესახებ, რომელთაც კვალი დატოვეს პატრისტიკაში, რომელთა შრომებიც ჩვენამდე მოღწეულია. მეუდაბნოეთაგან უმნიშვნელოვანესი და უპირველესი მოგეხსენებათ არის წმინდა ანტონი დიდი, რომელიც განდეგილობის მესაფუძვლად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად განდეგილობის იმ სახეობისა, რასაც როგორც აღვნიშნეთ, ანაქორეტიზმი, ანუ ერემიტიზმი, ანუ განშორებულობა, იგივე მეუდაბნოება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარტოდმყოფობითი განდეგილობა, იგივე კელინური, ანუ დაყუდებითი განდეგილობა ეწოდება, როდესაც მოღვაწე გარკვეულ ურთიერთობას ცხადია ინარჩუნებს გარე სამყაროსთან, მაგრამ არსებითად მარტო მოღვაწეობს და კელინში მარტო მკვიდრობს, შესაძლოა მოწაფითურთ. აი ამგვარი სამოღვაწეო წესის ფუძემდებლად მიიჩნევა წმინდა ანტონი დიდი, რომელიც კარგად არის ჩვენთვის ცნობილი, განსაკუთრებით უკვე ხსენებული წმინდა ათანასე ალექსანდრიის სახელგანთქმული ძეგლის შედეგად, რაც ანტონი დიდის ცხოვრებას გულისხმობს. ანტონი, როგორც ამ ცხოვრებიდან და სხვა წყაროებიდანაცაა ცნობილი, ქრისტიანი მშობლებისგან დაიბადა დაახლოებით 250 წელს შუა ეგვიპტეში, კომაში. როდესაც გაიზარდა, მან გაყიდა მთელი თავისი მემკვიდრეობა მშობლების სიკვდილის შემდეგ. ეს ფული, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუბოძა გლახაკთ და უპოვართ და დაიწყო მეუდაბნოებითი ცხოვრების მოღვაწეობა. თუმცა თავდაპირველად არც თუ ძალიან შორს თავისი ძველი სახლისგან, ანუ სამკვიდრებლისგან. მაგრამ 15 წლის შემდეგ, როდესაც ის უკვე 35-ისა იყო, რადგანაც 20 წლისამ დაიწყო ამგვარი ღვაწლი, მან გადაინაცვლა ნილოსის მარჯვენა მხარეს სამოღვაწეოდ, გარეთა მთისკენ, ასე წოდებულისკენ, ანუ პისპირის მთისკენ. აქ იმოღვაწა მან მომდევნო 20 წელი განმარტოებული ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოღვაწე შემოიკრიბა უკვე მის გარშემო, რომ მიჰყოლოდნენ მის მაგალითებს, სამოღვაწეო ნიმუშებს, მაინც ანტონი საკუთარ პირად ღვაწლს ყოველთვის განმარტოებით აღასრულებდა. თუმცა იმ საძმომ, რაც მის გარშემო შემოიკრიბა, თავის მხრივ განაპირობა ბერების დიდი კრებულების დაფუძნება და აღმოცენება. და ყველაზე ცნობილი სახელგანთქმული ამგვარი კრებულების, ამგვარი საძმოებისა, რომლებიც თავდაპირველად ანტონის გარშემო შემოიკრიბნენ, აი ამათგან ყველაზე ცნობილნი გახდათ ნიტრიისა და სკიტის მეუდაბნოეთა კრებულები. და მიუხედავად იმისა, რომ ანტონი დიდი გახდა მათი წინამძღვარი, როგორც აღვნიშნეთ, იგი ბოლომდე, ესე იგი ანტონი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი განშორებულობითი მოწოდებისა, ერემიტიზმისა, ერემიტული, ანუ მეუდაბნოებითი მოღვაწეობისა, იგივე დაყუდებითი ცხოვრებისა. არა მხოლოდ თვითონ, ესე იგი არა მარტო ანტონი, არამედ ყველა მისი მოწაფე პიროვნულად განმარტოებით ცხოვრობდა და განმარტოებითი, დაყუდებითი მოღვაწეობის სახეობა ამ მხრივ საყოველთაოდ იქნა გავრცელებული. 250 წელს დაბადებული ანტონი აღესრულა 356 წელს, 105 წლისა, კოლზიმის მთაზე, ეს გახლავთ წითელი ზღვის ახლოს, და იგი აღესრულა როგორც აღიარებული ფუძემდებელი მონაქიზმის, იგივე განდეგილური მოღვაწეობის, ანუ განმხოლოებულობის, ქართულად რომ თარგმნოთ, ანაქორეტული სახეობის, აი ამ სახეობის ფუძემდებელი. ათანასე ალექსანდრიელი ანტონის ცხოვრებაში გვაუწყებს, რომ ანტონი იყო საღვთო სიბრძნის ადამიანი და საღვთო სიბრძნისგან განუყოფლად მადლისა და განათლებულობის მქონე. მიუხედავად იმისა, რომ მისივე უწყებით ანტონს არასოდეს უსწავლია თუნდაც კითხვა და წერა. მის ცხოვრებაში სხვათა შორის აღწერილია ეპიზოდი, როდესაც ამ მხარეზე, აი ამ ერთი შეხედვით ნაკლზე,
მას მიანიშნეს, კერძოდ ორმა ფილოსოფოსმა შეკითხვა დაუსვა, თუ რომელია პირველადი, წიგნი თუ გონება. და ამაზე ანტონმა უპასუხა მისი ცნობილი პასუხია: როდესაც მეკითხებით, თუ რომელია პირველი, გონება თუ წიგნი და თუ რომლის მიზეზია, გონება წიგნისა თუ წიგნი გონებისა, მე გიპასუხებთ: ის, ვისაც აქვს მყარი გონება, არ საჭიროებს წიგნს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში არ იგულისხმება წიგნის უარყოფა, აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანს თუ აღმქმელი გონება არ აქვს, წიგნი რაც უნდა იკითხოს, ამგვარი ადამიანი ცოდნას ვერ შეიცეს. მაგრამ ვისაც აქვს გონების განხმულობა ჭეშმარიტ სწავლებათა დასატევნელად, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი პირველ მადლსაც, წიგნის მიერ მადლსაც ითავისებს და უფრო მეტია. სხვათა შორის, ზოგადად ლიტერატურისადმი ანტონის დამოკიდებულებაზე ჩვენ გვაუწყებს აგრეთვე სოკრატე, საეკლესიო ისტორიკოსი, რომელიც ზემოთაც მიუთითეთ, რომელიც ამბობს და გადმოგცემს ასეთ მცირე თხრობას. ანტონთან მივიდა ფილოსოფოსი მისი დროისა და უთხრა: მამაო, როგორღა ძლება აქ, როდესაც წიგნებისგან მთლიანად განშორებული ხარ და გაკლია ყველა წიგნიო. ანტონმა უპასუხა: ჩემი წიგნი, ფილოსოფოსო, ბუნება და ამრიგად მე შემიძლია წავიკითხო ღვთის ენა თუ კი ვინებებ. ათანასე დასძენს, ანტონმა იმგვარი დიდება მოიხვეჭა და მოიხვეჭა არა მხოლოდ თავისი ნაწერების გამო, არამედ თავისი სიბრძნის წყალობით, არათუ ხელოვანებით, არამედ ღვთისადმი მსახურებით, რომ განაკვირდა მან კაცნი. ანტონი დიდის მოღვაწეობა მრავალი საუკუნეა უდიდესი დაინტერესების საგანი გახლავთ, შეისწავლება, გამოიწვლილება, მაგრამ უდიდესი იდუმალებითაა კვლავაც ეს პიროვნება მოსილი, თუმცა კი ის უეჭველია ერთი რამ, რომ სწორედ ამ პიროვნებამ დააფუძნა ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სულიერი მიმდინარეობა, განდეგილობა. რაც შეეხება ლიტერატურულ მოღვაწეობას, სამწერლობო მოღვაწეობას, ანტონის როგორც წერა-კითხვის უმეცარს ცხადია ამ ხრივ უშუალო მოღვაწეობა არ გაუწევია, მაგრამ ის მაინც შედის პატრისტიკაში, რადგანაც მისგან მოღწეულია და ჩვენამდე დაცულია უდიდესი სწავლებისა და სიბნის შემცველი 7 ეპისტოლე, რომელსაც ანტონის ავტორობას განუკუთვნებს ყველა მკვლევარი და ეს სრულიად უეჭველია დღეისათვის, თუმცა უშუალოდ მისი კალმით ეს ეპისტოლეები არ დაწერილა, დაიწერა მისგან კარნახით და რადგანაც ის კარნახობდა და ჩამწერი იწერდა, ეს ჩამწერი კი უდიდესი კრძალვით ანტონისადმი ცხადია ბუკვალურად ყოველივეს წერილობით ინიშნავდა და ეს ყოველივე სწორედ ანტონი დიდის ეპისტოლეა, აი ამ ნიშნით ანტონი პატრისტიკაში შედის. მას ჰქონდა მიწერ-მოწერა მონაზვნებთან, ისევ როგორც სხვათა შორის იმპერატორებთან და მაღალ ჩინოსნებთან. თვით ათანასე ალექსანდრიელიც გვაუწყებს მისი ეპისტოლის შესახებ იმპერატორებისადმი. მის თხრობაში 91 თავში ამის შესახებ არის უწყებული, რომ ანტონის დიდებამ მიაღწია იმპერატორებამდე. და როდესაც კონსტანტინე ავგუსტუსმა და მისმა შვილებმა კონსტანტიუს ავგუსტუსმა და კონსტანც ავგუსტუსმა ისმინეს ანტონის სასწაულთა შესახებ, მათ მოსწერეს მას, ისევ როგორც საკუთარ მამას და სთხოვეს, რომ საპასუხო წერილი გაეგზავნა მათთვის. მიუხედავად ასეთი აღმატებული პირებისგან წერილის მიღებისა, ანტონის ეს დიდად არაფრად ჩაუგდია, არც მეტისმეტად აღფრთოვანებულა, არამედ იგივე დარჩა რაც იყო, მანამ სანამ იმპერატორები მას მიწერდნენ. საერთოდ, როდესაც ეს დოკუმენტები მიუტანეს მას, ეს წერილები იმპერატორთაგან მოწერილნი, მან მოუწოდა ბერებს და უთხრა: თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ კი იმპერატორი მწერს მე, რადგანაც ისიც კაცია. თქვენ უფრო ის უნდა გიკვირდეთ, რომ უფალმა დაწერა კანონი კაცობრიობისათვის და გაგვეზრახა ჩვენ თავისი ძის მიერ. აი ეს სიტყვები ანტონისა დაცულია ათანასესთან, რაც მან ბერებს უთხრა და შემდეგ ათანაზე განაგრძობს. საზოგადოდ მას არ უყვარდა წერილების მიღება, ამბობდა რა, რომ არ იცოდა რა ეპასუხა ამგვარ წერილებზე. სხვათა შორის ბავშვურობა, რაღაც ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობის თვისების შემცველი შესანიშნავად ჩანს. მას არ აქვს, ასე ვთქვათ, შეთვისებული მეცნიერული სახე ეპისტოლარული მოღვაწეობისა და ერიდება წერილთა მიღებას, რადგანაც თუ წერილს მიიღებ და არ უპასუხებ, უმადურობად ჩანს, არაფრად ჩაგდებად ჩანს და თუ უპასუხე და იმ ფორმით არაა დაწერილი, როგორც ეს ერუდირებულ პიროვნებას შეეფერება, შეიძლება
ადრესატმა დაგძრახოს. ამიტომ ანტონი ამ მიზეზით მხოლოდ გაურბოდა წერილების მიღებას. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც იმპერატორთა ეპისტოლეები მიიღო მან, მონაზონებმა დაარწმუნეს იგი, რომ ეს იმპერატორები ქრისტიანები იყვნენ და ისინი შეურაცხყოფილად იგრძნობდნენ თავს, თუკი ანტონისგან უგულებელყოფილნი აღმოჩნდებოდნენ. შესაბამისად, ანტონიმ წაიკითხა ეს მონაწერნი, საპასუხოც დაწერა აი ამგვარი ფორმით, როგორც აღნიშნეთ კარნახით და მოუწოდა მათ, ესე იგი იმპერატორებს, ქრისტეს თაყვანისცემისაგან, მისცა მათ მაცხოვნებელი რჩევა, რომ დიდად არაფრად ჩაეგდოთ ამ სოფლის ღირსებანი, არამედ უფრო გონებაში მყარად ჰქონოდათ სამომავლო განკითხვა და ცოდნა იმისა, რომ მხოლოდ ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტი და მარადიული მეუფე. და თხოვდა სხვათა შორის ანტონი ამ ეპისტოლეებში იმპერატორებს იმასაც, რომ მათ ჰუმანურობა, ადამიანურობა და ლმობიერება გამოეჩინათ თავიანთი ქვეშევრდომებისათვის, სამართლიანი მსჯავრი მიეგოთ უპოვართათვის და სიმართლით ემართათ იმპერია. და როგორც ათანასე დაძენს, იმპერატორებმა ფრიად გაიხარეს, როდესაც ანტონის წერილი მიიღეს. გარდა აქ აღნიშნული მიწერ-მოწერისა იმპერატორებისადმი ათანასესთვის, ანტონის ბიოგრაფისტვის და უდიდესი მოღვაწისთვის ცნობილი იყო აგრეთვე ერთი წერილი, რაც მიმართული იყო საიმპერიო მოხელის ბალაკიუსისადმი, რომელიც არიანელებს თანაში ეწეოდა, მათი თანამოაზრე იყო და უკაცრესად და უსასტიკესად დევნიდა მართლმადიდებლეს. და სწორედ ამიტომ ამბობს ათანასე, იყო რა იგი ესოდენ ბარბაროსული, რომ სცემდა და ფეხით ქელავდა ქალწულებს და ამათრახებდა ბერებს, ანტონიმ გაუგზავნა მას წერილი შემდეგი შინაარსისაო და აქ მოტარილია ეს უაღრესად მცირე ფორმის უწყება, თუ რა წერილი გაგზავნა ანტონიმ ბალაკისადმი. მე ვხედავ, ღვთის მსჯავრი გიახლოვდება შენ. მას შეაჩერე ქრისტიანთა დევნა, რადგანაც თუ არ შეაჩერებ, მსჯავრი მოიწევა შენზე, მაგრამ თუ შეაჩერებ, შესაძლოა მსჯავრმა აღარ შეგიპყროს შენ. ამჯერადაც კი ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობა, რომ მის საშინელ ხვედრს განერიდო. ყურად იყო თუ არა ბალაკიუსმა ეს გაფრთხილება, ჩვენ ამას დღეისათვის ვერ გავიგებთ, მაგრამ ანტონის ეს დამოძღვრებლობითი მოღვაწეობა ამ უაღრესად მცირე ეპისტოლიდანაც სავსებით აშკარაა. საზოგადოდ ასეთი საკმაოდ რაოდენობრივი და მოცულობითი მიწერ-მოწერიდან ჩვენამდე თითქმის არაფერი მოღწეულა. აი ასეთი პირადი მიწერ-მოწერიდან თუ არ ჩავთვლით ათანასეს ნაშრომში დაცულ ციტატებს, სამაგიეროდ მოღწეული გახლავთ სხვებისადმი მიმართული, კერძოდ სხვა პირებისადმი, აქ იგულისხმება ეგვიპტის სხვადასხვა მონასტერი და მონასტერთა ბერები, აი მათდამი მიმართული 7 ეპისტოლე ჩვენამდე მოღწეულია, თუმცა ბერძნულად არა და არც კოპტურად, რომელ ენაზეც ის თავის დროზე დაიწერა, კარნახით. კოპტურად მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ფრაგმენტია დაცული, არსებითად ეს ეპისტოლეები მოღწეული გახლავთ ძველ ქართულ თარგმანში. ეპისტოლეები რომ მართლაც დაუწერია ანტონი დიდს 7 ეპისტოლე, ამაზე ჩვენ პირველად გვაუწყებს ნეტარი იერონიმე თავის ნაშრომში ბრწყინვალე კაცთა შესახებ 92 თავში, რომელსაც, ესე იგი ამ პიროვნებას იერონიმეს წაკითხული ჰქონდა ცხადია ეს ეპისტოლეები, თუმცა რა თქმა უნდა არა კოპტურ ენაზე, ესე იგი იმ ენაზე, რომელ ენაზეც კარნახობდა ანტონი ჩამწერს, არამედ ბერძნულად. ანტონის ეპისტოლეები გვიანდელ ლათინურ თარგმანშიცაა ჩვენამდე მოღწეული, თუმცა როგორც კვლევარები მიუთითებენ, ესაა უაღრესად მდარე თარგმანი, ბერძნულიდან შესრულებული ვალერიუს დე სარასიოს მიერ და თავის დროზე გამოიცა პარიზში 1515 წელს, შემდეგ მინის ცნობილ პატროლოგია გრეკაში მისი გადაბეჭდვა მოხდა. რაც შეეხება ამავე ეპისტოლეთა მეორე სხვა ენაზე დაცულობას, ყურადღებას აქცევენ აგრეთვე არაბულ ხელნაწერს, რომელიც შეიცავს ანტონის ეპისტოლეებს და რომლისგანაც შესრულდა კიდევ ერთი ლათინურენოვანი თარგმანი. ეს უკანასკნელი დაბეჭდილია დღეისათვის, ვისაც აინტერესებს, ეს ორივე ლათინური თარგმანი დაბეჭდილია, ერთი ადრე 1515 წელს, როგორც აღნიშნეთ, ეს მეორე 1641 წელს ასევე პარიზში და ისიც გადაბეჭდილია მინის ცნობილ პატროლოგია გრეკაში. ორივე თარგმანი მოიცავს 7 ეპისტოლეს, თუმცა 7 ეპისტოლით არის საზღვრებიან. მთლიანობაში აქაა 20 ეპისტოლე და მკვლევართა უდიდესი ნაწილი ერთსულოვანია იმაში, რომ 7 ეპისტოლის გარდა სხვები დაწერილია არა ანტონისგან, არამედ ნაწილობრივ მისი მოწაფისა და მიმდევრის ამონასგან და ნაწილობრივ ჩვენთვის დღეისათვის უცნობი
ავტორებისგან. თვით ეს 7 ეპისტოლე, რაც როგორც აღნიშნეთ, ასევე ქართულადაცაა დაცული დაახლოებით მე-7-მე საუკუნეების თარგმანში, უეჭველად ავთენტურია, უეჭველად ანტონისეულია, სხვათა შორის სირიულადაცაა ისინი დაცული, ხოლო კოპტურად, როგორც აღნიშნეთ, მხოლოდ ფრაგმენტია და ეს ფრაგმენტი უკავშირდება მე-7 ეპისტოლეს. ფრაგმენტები აგრეთვე მე-5-ის დასაწყისისა და მე-6-ის დაბოლოება. ქართული თარგმანი ევროპული კვლევისთვის ხელმისაწვდომი გახადა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა გარიტმა, რომელმაც გამოაქვეყნა კიდეც ეს 7 ეპისტოლე. ეს ეპისტოლები შეიცავს აღუწყავი ღირსების დამოძღვრას, არა მხოლოდ მონაზვნებისას, არამედ მთელი საქრისტიანოსი, უღრმეს საღვთისმეტყველო სწავლებებს, ფილოსოფიური ხასიათის დაკვირვებებს და ამ ეპისტოლეებით კიდევ ერთხელ დადასტურება ეძლევა თვით ანტონის ზემომოტანილ სიტყვებს, რომ ადამიანს თუ გონება მყარი აქვს, მას შეიძლება წიგნისმიერი განსწავლა არ სჭირდებოდეს, იმიტომ რომ ანტონიმ ნამდვილად აჩვენა ყველა ის ნაყოფი, რაც ჩვეულებრივ წიგნისმიერი განსწავლით ენიჭება ადამიანს, განსაკუთრებით ფილოსოფიური აზროვნების გამოვლინება მის ეპისტოლეებში, საღვთისმეტყველო სიღრმე და დამოძღვრათა განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ზემოქმედების მქონე ენით უწყება, ისე რომ დღესაც ეს ეპისტოლეები იმგვარსავე ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე, როგორც ცხადია თავის დროზე მე-4 საუკუნეში, მე-4 საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში ეგვიპტის მონაზონებზე მას ექნებოდა. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.